მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. დღეს გაიმართა გელახასაიას წინა სასამართლოს სხდომა. წინა სასამართლოს სხდომაზე ვიმსჯელეთ პირველ რიგში მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე. რასთან პრაქტიკა ესეა უკვე დიდი ხანია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დაცვის ხარის შუამდგომლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მტკიცებულებებს დაუშვებს სასამართლო და რას არა, ფაქტობრივად რაც რუტინულად, ფორმალურად გავდივართ ამ პროცესს. დღევანდელი სხდომაც განსხვავებული არ ყოფილა არსებული ნეგატიური პრაქტიკისგან, ესე ვთქვათ, ჩვენ ვითხოვდით გელახასაიას გამოკითხვის ოქმისა და დაკავების ოქმების დაუშვებობას, ვინაიდან ისინი არასახავენ რეალობას. გელახასაია ფაქტობრივად დაკავებული იქნა იქამდე, სანამ მისი გამოკითხვა ჩატარდებოდა. ჯერ კიდე 11 საათზე დააკავეს, მაშინ როცა 12-ის ნახევარზე იწყება მისი გამოკითხვა და პროკურორი და არა მარტო პროკურორი ოქმით განმარტებულია, რომ თითქოს ის ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რაც სრულესი გიჟია. გელახასაია რეალურად დააკავეს ის გამოკითხვამდე 1 საათით ადრე დააკავეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და გადაიყვანეს რაც 2 მანქანით მძიმე კრიმინალივით პოლიციის განყოფილებაში და მათ შორის გამოკითხვისას, როგორც გელა ამას ყვება, მას ხელზე ბორკილები ედო და აღიქვავდა, რომ იყო დაკავებული. მათ შორის ჩვენების მიცემას აიძულებდნენ იმის მუქარით, რომ თითქოს დააკავებდნენ თუ ამას არ გააკეთებდა ადმინისტრაციული წესით, რაც საკმაოდ ისეთი რეალისტური მუქარაა ადამიანისთვის, ვინც არაერთხელ დაუკავებიათ ადმინისტრაციულად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. სწორედ ამ პირობებში გელახასაიამ მიცა ჩვენება, თუმცა არ მინდა საზოგადოებამ არასწორად აღიქვას, გელახასაიას ჩვენება არ არის აღიარებითი ჩვენება, ეს არის ფაქტობრივი გარემოების აღწერილობა, სადაც ამ ჩვენებაშიც კი საუბრობს თავის უდანაშაულობაზე და იმაზე, რომ კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი მტკიცება, მათ შორის მტკიცებულებებიც კი მივიტანეთ იმის საჩვენებლად, რომ გელახასაია რეალურად გაცილებით ადრე იქნა დაკავებული, ვიდრე ის ფორმალურად არის გაფორმებული როგორც დაკავებული. სასამართლომ უგულებელყო ჩვენი მოთხოვნა და ყველა მტკიცებულება დაუშვა და ჩათვალა, რომ ისინი კანონის არსებითი დარღვევით არ არის მოპოვებული. ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავას მომავალშიც გავაგრძელებთ, თუმცა სამწუხაროა ძალიან, რომ ესეც ხად და ნათელ გარემოებშიც კი სასამართლოს არ ყოფნის გამბედაობა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ბუნებრივია აქაც ჩვენი მოთხოვნა იყო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლა, ვინაიდან ძირითადად ბრალდების ხარის დასაბუთება ემყარებოდა იმას, რომ განზრახი მძიმე ძალადობრივი დანაშაულში აქ ბრალდება თითქოს და წარდგენილი გელახასაიას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალდების ხარის მტკიცებულებებითაც კი გინდება, რომ ეგრეთ წოდებული დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი სამხარაულს დადგენილი არ აქვს. უფრო მეტი საქმეში არსებობს სამხარაულის მოწერილობა, რომ მათმა ექსპერტმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ ის ტრავმა, რომელზეც ბრალდების მხარე საუბრობს, რომ თითქოს დაზარალებულს ჰქონდა მოტეხილობა, რეალურად წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება და სამხარაულის საექსპერტო ბიუროს შუალედური დასკვნა გამოგზავნილი აქვს, რომლის თანახმადაც ამ პირის მოტეხილობა არ უფიქსირდება და არ უდასტურდება. შესაბამისად, თუ ექიმები ვერ ადგენენ და ექსპერტები ვერ ადგენენ მოტეხილობას, გაუგებარია, რატომ აქვს წარდგენილი გელახასაიას ვინმეს ხელის მოტეხვისთვის ბრალდება, როცა მოტეხილი ხელი არ დასტურდება საერთოდ. მეორე ნაწილია ახლა საერთოდ რამდენად იმყოფებოდა გელახასაია ამ კონფლიქტში, გელა უარყოფს კატეგორიულად და საქმის მასალები წარმოდგენილია ვიდეო მასალა, რომელზეც ბრალდება ამბობდა, რომ ვიდეო მასალა ადასტურებდა გელას ყოფნას შემთხვევის ადგილზე, მაგრამ რეალურად მოტანილია ვიდეო, რომელიც პირიქით ადასტურებს იმას, რომ გელახასაია არსად არ ჩანს წარმოდგენილ ვიდეო მასალაში. გაუგებარია, რატომ მიიღო სასამართლომ ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო, მაშინ როცა არსებობდა ყველა სამართლებრივი წინაპირობა, რომ გაეთავისუფლებია დღეს გელახასაია პატიმრობიდან, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ და ძალიან სევდიანად გარკვეულწილად შეგვაჩვიეს, რომ პოლიტიკურ საქმეებზე არ უნდა ველოდეთ და არ უნდა ვეძებდეთ კანონიერ ან ლოგიკურ გადაწყვეტილებებს. კი ბატონო, ომარ, რა პერსპექტივა აქვს მაშინ აი ამ საქმეს ადვოკატის გადმოსახედიდან, რა შეგიძლიათ თქვათ, მესმის რომ პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს საქმე და პოლიტიკურად მოტივირებული кейსია, მაგრამ აი რამე პერსპექტივა არსებობს? რა ვიცი, აი მოსამართლის განწყობას თუ გავითვალისწინებთ მაგალითად
რომელმაც დღეს თავარი. რაღაცა გულწრფელად თქვა, რომ ღარიბაშვილს მართლა თავისი გასჭირვებიაო. თავრის ქალბატონი ნატო ხუჯაძე აღარ განიხილავს არც ეს ხდომას, ის იყო წინა სასამართლოს ხდომის მოსამართლე. ჩვენ 3 დეკემბერს გავიგებთ, ვინ იქნება საქმის არსებითად განხილველი მოსამართლე, თუმცა რაღაც სახელების გადანაცვლებით და შეცვლით გამგონია სურათი იცვლებოდეს გელა ხასაიას მიმართ პოლიტიკური ინტერესს და მის როლს დიახ. წინააღმდეგობის მოძრაობაში არაფერი ცვლის, შესაბამისად არაფერი ცვლის ჩვენ მოლოდინებს. მიუხედავად ამისა, ბატონო. გელას განწყობა არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე. გელას პოზიცია არის უკომპრომისო. ჩვენ წინაშე ადვოკატების წინაშე დაკვეთა არის ვიბრძოლოთ ყველა ჩვენ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმით და ჩვენი მხრივ ბუნებრივია შედეგზე გარანტიის გაცემა ან რაიმე ფორმით შედეგის აპირება ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ მოლოდინი დადებითი გადაწყვეტილების ჩვენი მხრიდან მინიმუმ პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით, გელა ხასაიას თხოვნასა და დავალებას შევასრულებთ პირწმინდად და ვიბრძოლებთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა კანონიერი გზითა და საშუალებით. ასე რომ იქამდე სანამ არ მოვისმენთ იმ გადაწყვეტილებას, რაც აქედან მეგონია, რომ უკვე დაწერილია, ვერაფერი გაგვაჩერებს და კი ბატონო. გელას დავალებას შევასრულებთ ბოლომდე. დიდი მადლობა.